უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის და მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორესი. ყოვლად სამღვდელო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონო, ბერმონაზონო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ ცხოვრებნო თანამემამულენო. ქრისტე აღდგა! მოდით და ნახეთ გოლგოთა, სადაც ეშმაკი სასიკვდილო დაიჭრა და სიკვდილი განქარდა. მოდით და ნახეთ აკლდამა, სადაც დადგინდა ჩვენი აღდგომის წესი. ადგილი, რომელიც უხსნელების დასაბამად იქცა და სიხარულით აღმოვთქვით, სად არის სიკვდილო საწერტელი შენი, სად არის ჯოჯოხეთო ძლევა შენი. ქრისტე აღდგა! დასჯილი ევა განხთობილია, გაძევებული ადამი მოწოდებული, წყევლა გაუქმებული, სიკვდილი დაძლეული, ეშმაკი განგმირული, მისი მსახურნიკი სირცხვილეულნი და ძლეულნი. იესო ქრისტემ მკვდრეთით აღდგომით ყველა ადამიანში დაძლია სიკვდილი, რაც ორ ეტაპად განხორციელდა. განკაცებისას მან ცოდვის არ მქონე სრული ადამიანური ბუნება მიიღო. გაამდიდრა იგი საფრთხო ღირსებებით და ამ გზით განხთობის საშუალება მისცა ყველა ადამიანს. მეორე საფეხურზე კი აღდგომილმა მაცხოვარმა მოკვდავი სხეულის ნაცვლად ახალი, უხრწნელი, არსობრივად შეცვლილი, დაცემამდელი ადამის მსგავსი სულიერი სხეული შეიმოსა. მისმა ადამიანურმა ბუნებამ სხვა თვისებები შეიძინა და გახდა დასაბამი კაცობრიობის მკვდრეთით აღდგომისა. იგია პირმშო შესვენებულთა, რადგან მიიღო ის სახე, რომელიც ექნებათ მართლმეორედ მოსვლის შემდეგ, როცა სიკვდილი უკვე აღარ იარსებებს და იქნება ახალი ცა და ახალი ქვეყანა. რა ვიცით ცათაშინა მყოფ მართალთა შესახებ, როგორი სახით არიან ისინი ზეცად. მართალნი არიან უკვდავნი, უხრწნელნი, უბნებელნი და ჩვენთვის მიუწვდომელ სხვა მრავალ სიკეთეთა მქონენი, ოღონდ ნეტარების ხარისხით განსხვავებულნი. თუმცა შევნიშნავთ იმასაც, რომ დიდი წმინდანებიც ჯერ არ არიან სრულ ნეტარებაში, რადგან მათ სულებს მაცხოვრის აღდგომილი სხეულის მსგავსი თავისი უკვდავი და უხრწნელი სხეული არ შეუმოსავთ. ღმერთმა ჩვენთვის უმჯობესი წინასწარ გაითვალისწინა, რათა ისინი უჩვენოდ არ გამხდარიყვნენ სრულქმნილნი, წერს პავლე მოციქული. რატომ არის სულით და ხორცით განხთობილობა აუცილებელი? ასეთად შევიქმენით, მაგალითად ანგელოზები მხოლოდ სულნი არიან, ადამიანი კი თავის თავში აერთიანებს სულსა და ხორცს, ანუ ხილულ და უხილავ სამყაროს. სხეულით იგი მატერიას მოიცავს, სულით კი ანგელოზთა თანაზიარია, ბუნებითად ყოვლის შემომკრებნი, ყოვლის მომცველნი, მხოლოდ უფალია. მანინება, რომ ჩვენც მსგავსი პატივი გქონოდა და ამიტომაცაა ადამიანის დანიშნულება განსაკუთრებული. როგორ აღდგება მაგალითად 1000 წლის წინ გარდაცვლილი სხეული, როდესაც მისი ძვლებიც კი შეიძლება აღარ არსებობდეს. მიწაში დაფლული ხსნადი სხეული სტიქიონებად იშლება, მაგრამ ღმერთი მას კვლავ შემოკრებს და განსხვავებული სახით აღადგენს, როგორც მაგნიტი ქვიშის გორაში გაბნეულ რკინის ნამცეცებს ადვილად გამოარჩევს, ასევე ჩვენი სულის
უფლის ყოვლის შემძლეობით თავის უხსნელ სხეულს შეიმოსავს, როცა ეს ჟამი დადგება. როდის მოხდება ეს? წმინდა ეკლესიის სწავლებით ეს მოხდება მაშინ, როდესაც ადამიანთა შორის უკიდურესი სიმძაფრით გამოვლინდება ცოდვა და მათი უდიდესი ნაწილისთვის არავითარი მნიშვნელობა აღარ ექნება სიწმინდეს, ჭეშმარიტ სარწმუნოებას, ღვთის სათნო წესჩვეულებებს, როდესაც ღვთისა და მოყვასის წმინდა სიყვარულს შეენაცვლება ვნებებისადმი თავაშვებული ლტოლვა და ადამიანები იქნებიან გამორჩეულად ამპარტავანი, თავის მოყვარენი, ამასთან მგმობელნი, მშობლის ურჩნი, ერთმანეთის მოძულენი, ცილის მწამებელნი, შეურიგებელნი, სასტიკნი, თავხედნი, კეთილის მოძულენი. თუმცა ქრისტეს წმინდა ეკლესიას ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ მოერევიან. დიდი განსაცდელების მიუხედავად, იგი ბოლომდე უბიწოდ და შეუყვნელად დაიცავს მაცხოვრის მცნებებს, წმინდა გარდამოცემას, წმინდა მამების სწავლებას, 7 მსოფლიო კრებისა და 10 ადგილობრივი კრების განჩინებებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანს კვლავაც ექნება შესაძლებლობა განწმენდისა და გადარჩენისა, ანუ იმედი არასდროს ჩაქრება, რასაც თავისი უდიდესი ბრწყინვალებით აღდგომის გესასწაული გვიცხადებს. რაც შეეხება ქვეყნიერების აღსასრული ძუს დროს, იგი დაფარულია თვით ანგელოზთვითა, თუმცა ცალკეული წინასწარი ნიშნები ამ დღის დადგომისა განკაცებულმა უფალმა გვაუწყა. ბოლო ჟამის შესახებ საგულისხმო აგრეთვე წმინდა წერილში გადმოცემულ ისტორიაც სოდომისა და გომორის შესახებ, სადაც გაბატონებულმა უკიდურესმა გარყვნილებამ და ზნედაცემულობამ ღმერთი იმდენად განარისხა, რომ მათი განადგურება გადაწყვიტა. აბრაამ მამამთავარი უფალს ევედრებოდა, რომ ამ ქალაქში თუ 50 ან თუნდაც უფრო მცირე რაოდენობით იქნებოდნენ მართალნი, არ აგვავდა იგი პირისაგან მიწისა. უფალმა დაუთმო და ბოლოს 10-ზე დათანხმდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ლოთის ოჯახის გარდა მართალი არავინ იყო. ასე რომ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ ცხოვრობთ, როგორ იქნება ჩვენი რწმენა და სიყვარული. ეს განსაზღვრავს არა მარტო პირადად ჩვენს მომავალს, არამედ ქვეყნის და მსოფლიოს ხვედრსაც. რა მოხდება მეორედ მოსვლის შემდეგ? მეორედ მოსვლისას საბოლოოდ განიჯებიან ყოველნი, ცოდვილნიც და მართალნიც, რათა არც ერთ ადამიანს თავისი სიკეთის ამ ქვეყნას გამოვლენილი მის ხალიც არ დაეკარგოს, მის სახელზე ახლობელთა და სხვათაგან აღსრულებული ქველი საქმენი მიეთვალოს და უკანასკნელი მჟავრი უკეთესი მიეგოს. ნეტარების ღირსნი ხდებიან როგორც მართალნი, ასევე ის ქრისტიანები, რომლებიც სინანულით აღესრულნენ, მაგრამ სიცოცხლეში ვერ მოასწრეს ეჩვენებინათ ამით სათანადო ნაყოფი. ისინი ღვთის მოწყალებითა და ეკლესიის შუამდგომლობით მიიღებენ ცოდვათა შენდობას, ხოლო შემდეგ უხსნელი სხეულით შემოსილნი, ხატნი და მსგავსნი უფლისა, კვლავ გააგრძელებენ ღვთისკენ დაუსრულებელ სწრაფას, რა თქმა უნდა სხვა სახით და სხვა მდგომარეობით, დანარჩენი კი მარადილ სატანჯოს დაიმკვიდრებენ. სწავლების მიხედვით თავის გარდაქმნილ, უკვდავ და უხსნელი თვისებების მქონე სხეულებს მართალთა მსგავსად ღვთისაგან განდგომილი ცოდვილნით შეიმოსავეთ, მაგრამ მოუნანიებელ დანაშაულთა და ვნებათა სიმძიმე მათ დაუსრულებელ ტანჯვას განაპირობებს, როგორც მათი ნებაყოფლობითი არასწორი არჩევანისა და მოქმედების შედეგს. ეკლესიაში მაცხოვრისა და მისი მოწაფეებისაგან დადგენილი ნათლობის წესის აღსრულებით ადამიანს ყველა ცოდვა მიეტევება და სულიწმინდის ნიჭის თანაზიარი ამ ქვეყნად ყველა მართლმორწმუნე ხდება, ამასთან ადამიანზე აღმატებულის, რადგან ეს მადლი
ჩვენს პირველ შობილებას საჩუქრად დამსახურების გარეშე ჰქონდათ დედამიწაზე, ედენში. ქრისტიანებს კი იგი ეძლევათ მაცხოვრის უდიდესი გამომსყიდველი მსხვერპლისა და პირადი სულიერი ღვაწლის შედეგად და ამასთან მარადიული ნეტარების დასამკვიდრებლად. მაგრამ მის შენარჩუნებას ბოროტის მიერ დაგებული ათასგვარი განსაცდელის გამო მცირედნი თუ აღწევენ. ამიტომ ნათლობა არ არის საკმარისი ჩვენს გადასარჩენად და შემოქმედთან აღდგენილი კავშირის შესანარჩუნებლად. მით უმეტეს დღეს, როდესაც განსაკუთრებით დამძიმდა დრო და ჩვენი ცოდვებით, მხოლოდ აუცილებელია მაცხოვრის მიერ ბოძებული ასევე უდიდესი საიდუმლოც სინანულისა, რომლის მაგალითად უფალი შეიწირავს რა ჩვენს გულწრფელ აღსარებას, ღირს ყოფს დაუჯელად მივიღო წმინდა ზიარება და ცოდვებით აღგვეხოცოს. სამწუხაროდ ყოველთვის იყვნენ და ახლა მით უმეტეს მრავლად არიან კადნიერნი, რომლის უარყოფენ ღვთის არსებობას, ან შემოქმედს სამართალს უწუნებენ და მიაჩნიათ, რომ თვითონ უნდა შექმან ახალი რეალობა, ახალი სამყარო. ათეისტური სულისკვეთების მქონენი ეყრდნობიან თავის გონებას და იმ მონაცემებს, რისი შეცნობის საშუალებასაც ჩვენი გზნობის ხუთი ორგანო იძლევა. არიციან და არც სურთ იცოდნენ რაიმე ადამიანის ბუნების საუკეთესო და ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილზე, სულიერ ცხოვრებაზე. მათთვის სიტყვა ცოდნა, განწმენდა, კათარზისი ასეთივე გაუგებარია, როგორც თავმდაბლობა ან სინანულის განცდა. ასეთთა შორის, როგორც წესი, სხეული და მიწა ბატონობს და არა ზეცა და სული. ჯერ კიდევ ბრძენი სოკრატე ამგვარი კითხვას სვამდა ურწმუნოთა მიმართ. თუ გონება და გრძნობა ტვინის თვისებად მიგაჩნიათ, მაშ რატომ აღარ მოქმედებს ეს უნარი სიკვდილის შემდეგ? ტვინი ხო ისევ ადგილზე აქვს გარდაცვლილს და დასძენდა, როგორც სულს ვერ ვხედავთ და არსებობს, ასევე ღმერთს ვერ ვხედავთ და არსებობს. როგორც უსულოდ არ არსებობს სხეულის სიცოცხლე, ასევე უღმერთოდ საერთოდ ცხოვრება. რა თქმა უნდა, შეიძლება იცხოვრო ქრისტეს გარეშე, მისი სწავლების გარეშე, აღციო შენი თავი ვნებების სათარეშოდ, მაგრამ სიკვდილს ვერ დაემალები და ვერც საშინელ სამსჯავროს გადაურჩები. გარდაცვალება წერტილს უსვამს ჩვენს ყველა მიწიერ ოცნებას და წარმავალ სურვილს. სიკვდილით აზრის კარგავს ყველაფერი, რაც ასე გვიყვარდა და შევნატროდით, ან რაც გვძულდა და სასიკვდილოდაც გვემეტებოდა. სამარესთან ამ მსოფლიურ სათურთან ნიღბები ცვივა და მწარე რეალობა დგება. დღეს, როდესაც მსოფლიოში ათეისტური ტალღა გაძლიერდა და მისი გავლენა ჩვენს ქვეყანაში სიგრძნობა, თვალნათელი გახდა, როგორ დეგრადირდება ადამიანის უფლის გარეშე, როგორ ადულად გადაგვარებადია იგი, როგორი უგუნური და თვითგანადგურებისკენ მიდრეკილი ხდება ის. ბოროტი ძალა, შეფარვით თუ აშკარად, ყოველთვის ებრძოდა ჭეშმარიტებას, მაგრამ მე-20 საუკუნიდან ამან განსაკუთრებული სახე მიიღო. ჯერ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში კომუნისტური რეჟიმის სახით გაბატონდა ათეიზმი, რომელიც კატეგორიულად და ძალმეომრეობითად უარყოფდა ღმერთს და ამასთან სიცრუეზე დაყრდნობით ქმნიდა თავისთვის სასურველი სამიმუშო ზნეობრივი ადამიანობის სახეებს. მათი საშუალებით კი გარკვეულ ორიენტირს უსახავდა ცალკეულ პიროვნებებსაც და საზოგადოებასაც. ახლა კი შეიძლება ითქვას, გამოცხადებულია სრული თავისუფლება როგორც მორწმუნეთა, ისე ურწმუნოთა მიმართ, მაგრამ არ სივრცეში მკვეთრად იგრძნობა ღვთის უარმყოფელთა სითამამე. ისინი სრული თავისუფლების პროპაგანდას აქტიურად ეწევიან ყველა საშუალებით და ცდილობენ ეს ქმედება სიმართლისა და სიკეთის სახელს დაუკავშირონ, რათა თავისი გაუყუღმართებული შემოთავაზებანი ხალხისთვის მისაღები გახადონ.
საერთოდ ცოდვა როგორც მადლი გადამდებია და ამის ნაყოფს უკვე ვიმკით საზოგადოების ყველა ფენაში. თუმცა სიმართლე სიცრუის მანქანა რეალურად ვერასოდეს გაუსწორებს თვალს. მოტყუებით კი მრავალ თასფუნებს, ამიტომაც აუცილებელია საღვთო ჭეშმარიტების ცოდნა, თანაც ღრმა ცოდნა, რადგან ბოროტი ძალა ამ ხრივად ფრიად მანიპულირებს. დღეს მორწმუნე ადამიანს დიდი მოთმინება მართებს, რომ ამდენ ტყუილს, ცილის წამებასა და ღვართლს გაუძლოს და თვითონაც არ გადაგვარდეს. ჩვენი შესაძლებლობებით ეს მიუღწეველია, ღმერთის დახმარებით კი შესაძლებელი. აუცილებელია უფალთან სულიერი ლოცვითი ურთიერთობა, ბიბლიისა და წმინდა მამების დარიგებების კითხვა, რომ განვიმტკიცდეთ და შეწევნათ ღვთისა მივიღოთ. აღდგომა გამაერთიანებელია კაცობრიობის წარსულის, აწმყოსი და მომავლისა. ჩვენს წინაშე ძველი აღთქმა წარმოჩინდება, როგორც დაფარული ახალი აღთქმა, ახალი აღთქმა კი, როგორც განცხადებული, აღსრულებული ძველი აღთქმა. ბიბლია იწერებოდა დაახლოებით 1400 წლის მანძილზე სხვადასხვა ავტორისაგან. ნასწავლთა და უსწავლელთა, მეფეთა და მიწათ მოქმედთა, სახელმწიფო მოხელეთა, წყემსთა და მეთევზეთა მიერ. იგი შედგება ისტორიის, წინასწარმეტყველებების, ეპისტოლეების, კანონებისა და რელიგიურ ზნეობრივი დარიგებებისაგან, მაგრამ თავიდან ბოლომდე ამ შეუდარებელ წიგნს გასდევს ერთი და იგივე ღვთივგაბრძნობილი სულიერი სწავლება, ერთი და იგივე აზრი და დანიშნულება. ნათქვამის ნათელსაყოფად მხოლოდ ორიოდ მაგალითს მოვიტანთ. წმინდა ილია, ისაია და დანიელი, იონა, დავით მეფსალმუნე და სხვა წინასწარმეტყველნი პირდაპირ წერდნენ მაცხოვარზე, ახალ ჯულზე და მის მეუფებაზე. ჯერ კიდევ ძველი აღთქმის დასაწყისში ნაუწყებია ერთ არსება სამპიროვანი ღმერთის შესახებ, რომელიც ახალ აღთქმაშია განცხადებული. იესო ქრისტე იწოდება ძედ დავითისა და აბრაამისა, რითაც საღვთო საკვრელით იკვრება ეს წმინდა წიგნი. ამასთან როგორც ძველ, ისე ახალ აღთქმაში ერთი და იგივე მცნებებია უმთავრესად მიჩნეული. შეიყვარე უფალი ღმერთი შენი, ყოვლითა გულითა შენითა, ყოვლითა სულითა შენითა, ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა. ეს არის პირველი მცნება. მეორეა, შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავითვისი. შევნიშნავთ, რომ ქრისტიანისათვის მოყვასი არის ყველა ადამიანი, მათ შორის პირადი მტერიც. სიყვარული ეს არის ყველაზე ამაღლებული გრძნობა, ღვთისადმი ერთგულად მსახურების თავისუფალი არჩევანი. თუ ჩვენს ქმედებაში ადგილი აქვს შიშს, ან სხვა რაიმე ზეწოლას, ანგარებას, პირფერობას ან ეგოისტურ გამოვლინებებს, ეს სიყვარული აღარ იქნება ღვთივსათნო, გულწრფელი, მართალი და თავისუფალი. მაგალითად, ვერასდროს ვერ ვუწოდებთ სიყვარულს იმ ურთიერთობას, სადაც ადგილი აქვს ამპარტავნებას, შურს, ავხორცობას, ხელმრუდობას, ლოთობას, ნარკომანიას, ამ და სხვა მავნე მიდრეკილებით გაერთიანებულ ადამიანთა კავშირს, რადგან სინამდვილეში ეს ყოველივე არის ვნებების მონობა, ჭაობივით ჩამთრევი მანკიერებების ტყვეობა. სიყვარული და თავისუფლება აუცილებელი პირობაა შენში ღმერთის სისავსის გამოვლენისათვის. გიყვარდეს ღმერთი ნიშნავს მთელი არსებით, გაცნობიერებულად და გულწრფელად გიყვარდეს ყველაფერი მის მიერ ქნულიც. ეს კი აუცილებელ პირობად ასევე გულისხმობს ჩვენი მეს ბატონობისაგან გათავისუფლებას, საკუთარ თავზე ორიენტირებულობის რადიკალურად შეცვლას და ამაში სიხარულისა და ბედნიერების პოვნას. ეგოიზმისგან თავის დაღწევა ადვილი არ არის.
ბრძენი ადამიანები გვირჩევენ, რომ ჯერ უნდა შევიყვაროთ ზოგადი ღირებულებები და ვიღვაწოთ ცხოვრებაში მათი დამკვიდრებისთვის, მაგალითად, როგორიცაა სიმართლე, თავისუფლება, მშვიდობა, სოციალური სამართლიანობისათვის ზრუნვა, სამშობლოს კეთილდღეობა და ასე შემდეგ. ავიღოთ თუნდაც თაობათა შორის ურთიერთობა. იგი ყოველთვის გარკვეულ სირთულეებს შეიცავდა, რადგან უფროსებს გონიათ, რომ მათ აქვთ ცხოვრებისეული გამოცდილება და უკეთესად იციან, რა უნდა აკეთონ შვილებმა. შვილებს მიაჩნიათ, რომ მათ თვითონ უნდა განსაზღვრონ თავისი ყოფა და პირიქით ბევრ რამეს უწუნებენ მშობლებს. თაობათა ურთიერთობა მანამდე იქნება პრობლემური, ვიდრე ორივე მხარე ერთმანეთში არ დაინახავს ამ უმნიშვნელოვანეს, რაც პირადად მათ აკლიათ და რაც შეიძლება და აუცილებელიცაა ისწავლონ ერთმანეთისაგან. ის რომ მშობლებს და ასაკოვან ადამიანებს ბევრი რამ უნახავთ და ადამიანური ურთიერთობების მხრივ მეტი ცოდნა აქვთ. ბუნებრივია, მაგრამ ახალგაზრდები, რომ უფრო გაბედულნი, ზოგჯერ რადიკალურებიც არიან. ამასთან აქვთ ახალი იდეები, ახალი ხედვა, ახალი მისწრაფებები. ესეც ფაქტია, უფროსების ვალია მათი შემოთავაზებებიდან სწორი არჩევანი გააკეთონ, დაინახონ მათში რეალური სასიკეთო შედეგები და მომავალ თაობას დაეხმარონ გზის გაკახვაში. თანამშრომლობა და ურთიერთშევსების საჭიროება უნდა იგრძნოს ორივე მხარემ. ეს ნებისმიერი ქვეყნის ნორმალური განვითარებისთვის აუცილებელი პირობაა. შემდეგ ეტაპზე კი უფრო ადვილია შევიყვაროთ სხვა პიროვნება. ეს კი ნიშნავს, დავინახოთ მასში განუმეორებელი, განსაკუთრებული ღირებულებები და ეს დავაფასოთ. ადვილი არ არის შური, თავდაჯერებულობა, სხვისი დამცირებით თავის უპირატესად წარმოჩენის სურვილი, ამპარტავნება და სხვა ამგვარი თვისებები დამაბრკოლებელ გარემოებებად არ გვექცეს. ამიტომაც სიკეთის ქნასთან ერთად აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ ჩვენს თავზე. ეგოიზმის დაძლევი და სწორი სულიერი განვითარების მაჩვენებელია ისიც, თუ როგორია სამშობლოსადმი ჩვენი დამოკიდებულება. დღევანდელი რეალობა გვიჩვენებს, რომ ამ მიმართულებით რამდენიმე სახის შეტევა ხორციელდება. ერთნი გარეშე ძალებისაგან ხელშეწყობილნი აღვივებენ სეპარატისტულ სულს და ქვეყნის დანაწილების თეორიებს ქმნიან. მეორენი პატრიოტიზმის სახელით არასწორ მიმართულებებს ანვითარებენ და ამ გრძნობას დამახინჯებულ სახეს აძლევენ. სხვანი კი ზოგად ადამიანური ღირებულებებით გვესაუბრებიან და პატრიოტიზმს ჩამორჩენილობად თვლიან. არ არსებობს აწმყო წარსულის გარეშე. ნებისმიერი ღირსეული პიროვნებისთვის სამშობლოს ისტორიის ცოდნა აუცილებელი პირობაა. სახელმწიფოსთვის კი სიძლიერის ერთ-ერთი მთავარი გარანტი, რადგან ეს ცოდნა სწორ აზროვნებასთან შეერთებული აღზრავს ისეთ გრძნობებს, როგორიცაა იდეისათვის უანგარო მსახურება, ერთგულება, ვაჟკაცობა, გონიერება, თავდადება, რაც ბოროტის ცელობას თავისთავად წარუმატებელს ხდის. ამასთან საზოგადოდ აღიარებული ჭეშმარიტებაა, რომ ვისაც თავისი ქვეყანა არ უყვარს, მას არავისი სიყვარული არ ძალუს. სამშობლოს ნამდვილი სიყვარულის გარეშე კი კაცობრიობის ნამდვილი სიყვარული არ არსებობს. ცხონების გზა ვიწროა და ძნელად სავალი, მაგრამ მეწად საინტერესო და მიმზიდველი. ეს არის მუდმივი გამოცდა და ბრძოლა ბოროტის ძალის სხვადასხვა გამოვლინებასთან. იგი შენ შესაძლებლობებს სულ სხვა კუთხით დაგანახებს და სწორად მოქმედების შემთხვევაში ღვთის მადლი იმდენად აგვავსებს, რომ მას ვეღარ განეშორები. ამასთან ისე შეიცვლები, რომ ყოველგვარი გაჭირვება შიშით კი არა, სულიერი სიმშვიდითა და სიძლიერით გამსჭვალავს და ვეღარაფერი დაგვამარცხებს. მაშინ შენი ღვაწლი,
მაცხოვრის მაცხონებელ მათ შეერთებული ღვთის ნეტარებას დედამიწაზევე გაგრძნობინებს და შენს უდიდეს მიზანსაც აგასრულებინებს. და რაში მდგომარეობს იგი? განმხრთობაში, ძალისაებ ჩვენისა ღვთის მიბაძვაში. ეს არის ნებისმიერი ადამიანის მთავარი დანიშნულება. ეს არის მოწოდება, რომლის წინაშე ყველა სხვა მიწიერი ზრუნვა, სურვილი და განსაცდელი უნდა გაუფერულდეს. ღმერთი სრულყოფილია. ჩვენ გვმართებს მუდამ ვისწრაფოდეთ სრულყოფილებისკენ და ვცდილობდეთ ამ ნიჭის სრულად გამოვლენას, რაც უფლისაგან მოგვეცა. იქნება ეს მიწათ მოქმედება, სხვა ფიზიკური შრომის უნარი, სწავლა, მეცნიერული აზროვნება, ხელოვნების სხვადასხვა სფეროში მუშაკობა, პედაგოგობა, ექიმობა, მშენებლობა, ქვეყნის მსახურება, ღვთისმსახურება. მოციქული ამიტომაც გვარიგებს, ყველაფერი, რასაც გააკეთებთ როგორც ღვთისათვის, მთელი სულითა და გულით. რაოდენ მადლიერნი უნდა ვიყოთ უფლისა, რომელმაც საოცარი ჩვენი გონებისათვის მიუწვდომელი წყალობა მოგვცა. თავისი უნაპირო სიყვარულის გამო ჩვენთვის დაითმინა ტანჯვა, წამება, შეურაცხყოფა, დამცირება, ჯვარცმით სიკვდილი და აღდგომითა და ამაღლებით მოგვანიჭა სრულქმნის შესაძლებლობა. და რაოდენ უგუნურნი და უმადურნი ვიქნებით, თუ ეს ვერ გავაცნობიერეთ და ამავებაში დავიმტკით. პასექამდე სიმონ კეთრონის სახლში ყოფნისას იესო ქრისტეს ერთი ცოდვილი ქალი მორიდებით მიუახლოვდა. ცრემლით დაალტო მისი ფერხნი, დაასხა ძვირფასი ნელსაცხებელი და თავისი თმით დაუწყო შემშრალება. ამის ხილველმა მოციქულებმა გულისწყრომა გამოხატეს, რადგან ფიქრობდნენ, უმჯობესი იყო ეს სურნელოვანი ზეთი გაეყიდათ და საფასური გლახაკთათვის დაერიგებინა. ქალის გულწრფელი ქმედება კი მაცხოვარმა ასე შეაფასა, მთელ ქვეყანაზე, სადაც იქადაგება ეს სახარება, ყველგან ითქვას, რაც მან გააკეთა მის მოსახსენებლად. ინებოს ღმერთმა, ცოდვაში მყოფმა ყველა ადამიანმაც ამ ქალის მსგავსად, ადრე თუ გვიან, შეიცნოს ღმერთი, თავისი ნელსაცხებელი მიართვას მას და მამასთან დაბრუნებული უძღების შვილივით შეიმოსოს სამოსელი პირველი. ქართველნო და აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, უკრაინელნო, რუსნო, სომეხნო, ებრაელნო, აზერბაიჯანელნო, უდინნო, იეზიდნო, ქურთნო, ინგუშნო, ქისტნო, ჩერქეზნო, ჩეჩენნო, ლეკნო, ასირიელნო, ყოველნო მკვიდრნო საქართველოსა და ჩვენი საზღვრებს გარეთ ცხოვრებნო, თანამემამულენო, ადიდეთ და უგალობეთ ღმერთს თქვენს გულებში მადლიერებით და სასოებით მადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა ღვთის ხელმწიფებისაგან და შეგვიყვანა თავისი სიყვარულის სამეფოში, რომელიც გვაქვს გამოსყიდვა და ცოდვების მიტევება. მას შევიმოსოთ რწმენისა და სიყვარულის აბჯარი, ხსნის იმედის მუზარადი, ქრისტე აღდგა. გიხაროდეთ, სიყვარულით თქვენთვის მლოცველი ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. აღდგომა ქრისტესი. ყველას გილოცავთ ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს. ქრისტე აღსდგა. იხარეთ ორსავე სოფელსა შინო, ღმერთი იყოს მფარველი თქვენი და სრულიად საქართველოსა. ღმერთი წყალობისა, სიხარულისა, სიყვარულისა იყოს თქვენთან და მთელ ქვეყანასთან.
დავასვილი იყავით. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა.